გამარჯობა, მოგესალმებით. 2026 წელი გახურდა. გადავიარეთ ძირითადი დღესასწაული, ძველი ახალი წელი დაგვრჩა, მაგრამ თავარი სიმძიმეები უკვე წესით გადავლია ხალხმა ნელ-ნელა მუშაობა დაიწყო და ჩვენც კარგად გამოიყურებით ჩემი თვალსაზრისი. კარგია რომ წინასწარ გვაქვს ჩაწერილი, თორემ მე რიცხვი ამას თორე არ იცი შენ როში როგორი იქნება ვინმე. ვიცი კარგად გამოიყურებით იქნება თუ საცივისგან და რა საწვევი ხოლმე ყველაზე მეტად. დიდათ აი ბოლო წლები აღარ ვაწვევი არა. ეგ გასაგებია რომ ოფიციალური განცხადება მეგობრულად ხო მოდი გული გადაუშალებ შინაურად არ მე რა ვიახით ხო არის ახალწელს უფრო არის გოზინაყი საცივი გოჭი შენი მიმართულება არ გოჭი აი ჩემიც რა კაცი ამბობს არაფერს არ ვაწვევი შარშან 100 ჭურჭხელა იყიდა და 25-ში უკვე აღარ კონდა ახალწლამდე შეჭამა ეხლა რამდენ ჭურჭხელას ჭამ საშუალოდ ეხა აღარ ვჭამ ჭურჭხელას, თორე ისე ყველას. რაოდენობა, რა ჭურჭხელას სად ვინახავთ, იცით ჩვენ? საძინებელში. როდი ბევრი სიარული არ დამჭირდეს ღამე რომ ავდგები და ესე რო არ ვიარო. ეხი ვარ გაარცხათ ეს. ვიდრე საძინებელში კარადას გამოაღებ ჭურჭხელას. ჩუმად გამოაცრობ ესე. ეს სტრატეგიულად ადგილებზე რომ დადო, აი ლიფტთან მომიდიხარ. შეჭამს მე თაგვი. ჭურჭხელათან კაია იმის ის არ ჭირდება ღამე კამფეტის გახსნის ხმა და ძაფიც რაშახურში ძაფიც უხმოდ წურება. აუ რადონის ოსტატია. კი, მაგრამ გოჭზე უწევს ხმაური. ის კაცუნობს ხო? ადრო მეორე დღეს აცხელებ თუ ისე ჩეულებრივად. ბიჭო, სიმართლე რო გითხრა გოჭი მეყვარს სანამ თბიბია. მაცივარში ნამყოფი გოჭი ისე აღარ მიყვარს, როგორც გოჭი, რომელიც მაცივარში არ არის ნამყოფი. მაცივრამდე რო თბილი. გავიგე, მაგრამ ხორჩება სულ მანამდე თბილს სულ ხო არ სპობ. მე იმდენს ვჭამ პირველ დღეს, რომ რაღაცა პერიოდი გოჭი მესიზღება. ეს ის არის, თავს რო იკავებს ის კაცი. წელს რო თავს იკავებს. ერთი გოჭი მიჭამია, ბევრჯერ მithქვამს, ერთი თბიანი გოჭი შემიძლია შევჭამ. რამდენ კილოია? ჯერ გოჭ რო უკვეთავ გეკითხებიან რომ რამდენ კილოია. ჯერ არ შემხვედრია ისეთი გოჭი, რომელსაც შანსი ქონდა გადარჩეს. ოჩა თავიანად ჭამ? ანუ თავის არა, თავი არ. კლინით და რაღაცა. თავი არ მიყვარს. თავს ინახავ. თავი არ მიყვარს და ქვედა ბარგლებიც დიდად არ მიყვარს. აი იმ ნაწი პოჭოქს რო გამოვაძრობ, იმის წინ აი ამ ხელანაწილი და თავი მსჯება და დანარჩენი შემიძლია შევჭამო მთლიანად. კარგი. მინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი. კარგი ბიჭი. დავშეკავებულ წელს. ანუ ფოტოშოპში. თქვენი გოჭი და ჩემი სპორტული მონაცემები. და ეჯახოს ერთმანეთს. ენთუზიაზმი. ვა, მაგარი ჩელენჯი არის. და გოჭი მეც არ მიყვარს და მეც ძალიან აი არ მეტყობა, მაგრამ ძალიან და თუ ბოლოს ო, ნახე, პატარა გოჭი მიყვარს რა, დიდი გოჭი არ მიყვარს, აი 10 კილოიანი გოჭი. არა, 10 არ, 6-7 გამოდის ყველაზე გემრიელი. 6-7 კარგია. 8 არა. 380-ე გადაცემა. ვა. ისინი პატარა იუბილეც ყვა. ხო, რა დებილური, მაგრამ იუბილე. რაღაც რაირი იუბილე. არა, ნუ ეხლა 79-ს ხო ჯობია. რა თქმა უნდა. ხვალ რო აღარ გემახსოვრება ეგეთი იუბილე. 75-ს ჯობი, მაინც 80-ია რა. ხო, 0-ით თავდება. 20 ეპიზოდი და უკვე სერიოზული იუბილეზია. მაგ ესეთი იდეა, მე-400-ე გადაცემისთვის შევჭამოთ გოჭი, დიდო. არა. ვანაძორში წავიდეთ. როდის უწევს? დაახლოებით თქვენ 5 მაისში. მაისში. ამ წვანებული იქნება იქაურობა. ვანაძორი როდის არის, კაი, მაისში თუ აგვისტოში? მაისის ვანაძორს არაფერი ჯობია. კი ბატონო, წავიდეთ და მაგრამ რაღაცა რო წავიდეთ, შორს არის საზღვრიდან? არა, ძალიან ახლოს. პირველივე ქალაქია რა. გავიგე, მაგრამ პირველი ქალაქი შეიძლება იყოს. ეგ არა. შეიძლება 1000 კილომეტრს. თბილისია და მერია ქალაქი. თბილისიდან ამერიკის პირველი ქალაქი ძალიან შორს. ნიუ-იორკის პირველივეა აქედან. არა. 160 კილომეტრი ყოფილა. არაფერი. არაფერი მართლა. ზესტაფონზე უფრო ახლო. ღიღინით ჩავალთ. ხო, არ ვიცი რამდენი ღიღინებთ, მაგრამ რაღაცა მიზანი გვინდა მაშინ. იქ რა არის? შენ უნდა მაშინ შენ გევალება რომ შეისწავლო ვანაძორში რა არის კარგი.
რო ვერ აღმოვაჩინო ვერაფერი. არ არსებობს, საკაბავე მაინც ექნება. ერთი წამი რო ვერ აღმოვაჩინო ვერაფერი, ის იგულისთვისაც 160 კილომეტრის გავლაღი. მაშინ შენი იდეაა და მოიფიქრე ხა. ისა KFC-ა. დამაკებენ. მე ვარ ვანაძორის KFC-ში ნამბოლ და ვიღაც ბავშვის დაბადების დღეს იხდიდნენ რა. რატო იყო? რა წრეში ტრია. დაბადების დღეზე იყო ხო? იმ ბავშვის დაბადების დღეზე. არა, გვერდით ხდება. ვანაძორში რატო იყო? ვანაძორი ბავშვის გზად დაბადების გამოიარე ვანაძორ. კაი, რაღაცა მოიფიქრე. სად უნდა მიდიოდეს ადამიანი რომ ერევანში. გასაგებია ვიცი. რა მარტივად ესმით ამ. გათოს ბიუსტი გავაკეთოთ და დავდგათ ვანაძორში. დავდგათ რა. და დავაგდეთ რამდენღაში იცნო. დავდგეთ და გამოვიქცეთ. ჩუმად დავდგათ, ოღონ მაგრა დავამაგროთ. და მე სომხურ საინფორმაციოებს ჩაუჯდეთ. ხო, ანუ ვანდალებმა რო ვერ მოხსნან და ხელისუფლებას სანამ ის ხდომა ჩატარდება ვიღაც. ჯერ გაარკვევებინ არის. Кто такой Давид Лабадзе? ხო დავაწეროთ რა. ხო, სომხურად დავაწეროთ დავით ლაბაძე. დავაწერე 60 წლის. კიდევ დავიწყოთ აღნიშნა იუბილე. ანუ ეს წელი იყოს შენი წელი. გადავიდეთ ახალ ამბებზე, გეგმა გვაქვს უკვე. კიდე ერთი იდეა მაქვს. რომელიმე ქუჩას მივაკეთოთ ისა დავით ლაბაძეს 14 ან რა 60. 60. დავით ლაბაძეს 60. არა, მაშინ ბევრი დაუბეჭდო და ჩამოუყვე. ერთ ქუჩას. ეხლა პატარა ქუჩა ვარჩიო. პატარა ქუჩა, მაგას რო ჩიხი, დავით ლაბაძის ჩიხი. მეორე შესახვევი. ვიღაცამ რო ჩაგვიდო სურათები რანაირია, იქ რო აქ დავაბეჭდიო და პირდაპირ მივსვათ. ხო, ორმაგის კოჩით. რამდენღაც გაწლებს ლაბაძის ქუჩა ვანაძორში, მაგარი საინტერესო. ძალიან. ნუ ჩამოგადგა საერთაშორისო სკანდალის ნაწილი. ქუჩის დასასხიში დავდგათ ბიუსტი. და მაგარი იქნება ერთი წლის მერე რო ჩახვალ და გიცნობენ. ეს ის ბიუსტია. გადავიდეთ ახალ ამბებზე. ამ დღეს რაც მოხდა სხვადასხვა წლებში ესეთი ნიუსები გვაქვს, რადგან ადრევ წერთ გადაცემას. ხო. აი ბიუსტი ახსენე და ეს კაცი იცანით? ფუკო. ფუკომ დაამტკიცა, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის ირგვლივ ტრიალებს 1851 წელს. როია, საბა. ხო, ამ დღესო. ამის არის დაბადებული თუ ამ დღეს დაამტკიცა. იანვარს დაამტკიცა. 67 მეტრიანი მავთული ჩამოკიდა 28 კილოგრამიანი ჩამოკიდა ამ მავთულზე და ამითი დაამტკიცა. ფუკოს კანკარა. ხო. შვიდში არ იცოდა წარმოიდგინეთ, დადიოდა ნერვიულად და როაში. როში დაამტკიცა. დღეს დავიძინებ იმ შვიდად. არა, მე მგონია რომ შვიდში იცოდა, თავისთვის დამტკიცებული კონდა. არავინ არ უჯერებს. საქვეყნო შვიდში ეს ვინა დებილი ერთი. რაღაცა ღერძი. ნეტა როდის დაამტკიცა? აი, დავუშვათ, დილით დაამტკიცა თუ საღამოს? დაამტკიცა წავალ დავწვევი თუ ჩაის დავლებ და დავამტკიცებ. დაამტკიცა და ის ხალხთან წარმოადგინა. ხო და როდის ნეტა საჩვენა, რომ ეს რა ხან ესე მოძრაობს. კი ბატონო. ფიზიკის საზოგადოებას არ ამგონია რომ ვიღაცა ურის მცხოველებთან გაეკეთებინა ეს. არ გამოურიცხავ. არა, ვიღაცა ხო უნდა ესმოდეს რასაკეთებს. ჯამბაზთან ან ვიღაცასთან. ხო, თორე ვიღაცა იტყოდა რომ რაღაც მავთულზე რაღაც ჩამოკიდა და ატრიალებს და რაღაც დებილობებს გვეუნებაოდა. ამიტომ ვიღაცა ესეც ესმოდა რამე. ხო, თორე დანარჩენები იტყოდნენ ფოკუსი გაგვიკეთაო. ალბათ დილით ქნა რა. შუა დღეს დილით ამხელა რაღაც მითრევა ხო. ხო, მაშინ ხო ეს არის მანქანაში ჩადია. ორის მერე. შეიძლება წინა დღეს ჩამოკიდა თოკი და მერე მიათრია ეს 28 კილოი. ან შეიძლება წინა დღეს მზად ქონა და უკვე ხალხი ელოდებოდა ამის წინ რა, როგორც შენი ბიუსტი რო იდგა და ხალხი რო დაგვეუბნებოდა. 1835 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი პირველად გაუტოლდა ნულს და უკანასკნელად. რომელ წელს? 35-ში, 1835 წელს. იმის მერე ვალი არა? პირიქით. სულ აქვს და მანამდეც უკვე. ეხლა აქ და კატასტროფული რაოდენობით ბოლოს მოიმატა და ხო, პირველად და უკანასკნელად. ხა რამდენიმე ტრილიონი აქვს, ხო? ვისი? ამასთან დაკავშირებით ჯექსონი იყო მაშინ პრეზიდენტი, გამართა ჯექსონი რომელიმე დოლარიანზე არის გამოსახული. იქნება. არ მახსოვს, რამდენი იყო. 5-იანზე ვინ არის? არ მახსოვს.
ჯაფარ არ გახსნა. ყველა კულტურა რო კონდეს ახლა. აგამართა რა. დოღი საზეიმო მიიღება რა. მიიღება? და ვალიზო ეხოთ მაგის გამო. მიღების მაგით რო დაიწყო. ვისი ვალი აქვს სოფლიო ბანკის ხო? არა, სოფლების არა. შიდავალიც აქვს ბევრი. რავალი აქვს კი არა, ვისი ვალი აქვს. შიდავალი ვისი ვალი. შიდავალი ნიშნავს სხვა კომპანიების. სახელმწიფო გამოსცემს ობლიგაციებს, როცა ფული ჭირდება და იმას ხან შენი ყიდი, ხან ვიღაცა ბიზნესმენი, ბანკები ყიდულობენ ძირითადად. იმიტომ რომ მაღალ პროცენტიანია. სხვა ქვეყნების ვალები აქვს. მე დამირე გამასწინა ტრამპმა 100 ლარი ჩემი აქვს. ესე რო იყოს. ჩაიწერე? ხელფასამდე ხო არა ხო აქ რაღაცა. არა, უიმედო თუ არ. ტრამპი და დამბრუნებელია. ეგ არ გავს დამბრუნებელს. ყველა სვალი აქვს მე მგონი რა. 2016 წელს ელ ჩაპო გვახსოვს ესეთი პერსონაჟი? სერიალი სერიალით და სინამდვილეში კი. ციხიდან გაიქცა ელ ჩაპო 6 თვით თავზე დააკავეს გაქცევის მერე 20 მეტრიანი გვირაბი არ გათხარა, მაგან და რაღაც ველოსიპედი 20 მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი ეს გვირაბი და მე რომ დაიჭერეს იმის მერე ციხეშია დღესაც და მის კარტელს მართავს მისი შვილი. ეხლა მოესტროშვილი. კი. ბევრი ეყოლება მაგას, მაგრამ ერთ-ერთი მოესწრო. რო დაიჭირეს მე ამერიკას გადასცეს X ისე. ხო, სად დაიჭირეს? და ის გვირაბი გააფართოეს და მეტრო გახსნეს. არა და სხვა კარტელის წევრები დარბიან. ტრანსპორტი დათი. ან იმ გვირაბით რო გადადიან, ეხა არალეგალი. 12 მილიარდი წაართვეს მაგას. მართლა? ხო. უიტეთ. 12 მილიარდი ქეშად ხო, ქონდა. ფული რო აღარ იცოდნენ, სად წაეღოთ, მარხავდნენ რა. არა, 12 მილიარდის ის დაართვეს რა. აქტივები. ვინ დაიბადა აბა ამ დღეს? იანვარს? ხო. ვინ გააჩნდა ვერსია. მაგარი სამეული მაგ მე მიწერდი. ხო, მიდი რამე მინიშნება მოგვეცი. ერთი ქართველია, ერთი ბრიტანელი მომღერალია, რო არ ვიცი 7-ში ვიცი ვინ დაიბადა. ერთი აი ამას ეგრევე მეფერეთ, ერთი კორეელი. განგამ სტაილის. არა. არა. 1983 ან 4-ში არიციან. აა კორეელი, ჯონ სამსუნგი. ჯონ LG. კიმ ჩენ ირი დაიბადა უი. ამ დღეს. ვაუ. დევიდ ბოვი დაბადებულა ამ დღეს. კიმ ჩენ ინი? ხო. ეს არა, ჯიგარი. ეხა ვინც არის? ეხა ვინც არის? ეს ქოჩორა. დიქტატორი. 83-ში თუ 4-ში ქოჩორა არის თუ კოსტუმა? კოსტუმა. ხო, მაგარი კოსტუმია ცუია ხო. შარვალი. და ის პირველი ტანზეც მაგარი ფორმა აქვს. პირველი ვინ არის? პირველი გოგოლა ლეონიძე. გიორგი ლეონიძე არის პირველი. და ყველაზე უმცროსი ვინც არის იმის დაბადების წელი არიციან ზუსტად, ხო მაგარი სამყარო გვაქვს. ვაკ. შეიძლება 1897 წელი იბადებოდა. ლეონიძე დაბადებული, ბოუი 47-ში და ეს არიციან ჯერ, 83 ან 4. ხო და შეიძლება აი 31-ში დაიწყო დაბადება. ბიჭო, არა, 83-ის და მე და გადავიდა. ხო და გადავიდა 8-მდე. 83-ის 8 იანვარს თუ 84-ის ხო, ან 8 იანვარი იციან წელი 8 არის. იანვარი იციან. ხო, მაგრამ აი 8 იანვარს გამბოძურა. გეგულებოდა რომ შენზე უმცროსი ადამიანი დაბადების ის არ ვიცით თარიღი. და თან უბრალო ადამიანის კი არა. ხო, მამას და ბაბუაც ისხავდა. მამამ შეძლო კალენდარი გადაეწია იმ დროს და დაესვა ნებისმიერი თარიღი. მაგალითად, თუ ესეთი მრგვალიცო 999 იქნება დაესვა. 9999 წელს დაიბადა, მე გადამოწევდა უკან. ბაბუაც. ხო, მაგრამ არა ინტერესებს, რაში აინტერესებს ამას ეხა მე შეგეტყვი ამას რომ საბუთი დაჭირდება, განვადება დაჭირდება, თუ რა? არა, მაგრამ ნუ რავი. გარანტია მაგას არა აქვს, გოდენდო რო ეწეროს და არა. შემდეგი არის მარიამ და პიერ კიურებმა კი ბატონო. გამოაცხადეს რომ აღმოაჩინეს რადიუმი. მე-20 საუკუნეში დასაწყისში რადიუმი როცა აღმოაჩინეს, სასარგებლო ნივთიერებად ითვლებოდა და ყურში, შოკოლადში, წყალში, კბილის პასტაში და სხვა რაღაცებში ხმარობდნენ და მე უიო თქოს. ხო და მაგას შეეწირა კი, გარკვეულწი და თვითონ კი. მაგრამ სავარაუდოდ ალბათ ბევრი ადამიანი ვიღაცა თუ ამით იხეხავდა კბილებს და მე ანათებდა ეღა. კბილები ანათებდა. მწვანეთ. ხო, ეს რადიუმი საწერია, აბა თუ იცით. ეს ჩემი სკოლის წინ იყო კი. საქართველოს პირველი კინოთეატრი.
მართლა? მაშინ სხვა რამე ერქვა ჩემ ბავშვობაში. აქ მაგ ნანახი გიჟების სტადიონზე. კინო? აუ რა მაგარი კინო გაიხსნა. შაბათობით ბიჭო. 20 კაპიკი მივქონდა და კინოში მივყავდით. ესეთი ის იყო. ამ კინო რადიუმში. რადიუმი არ ერქვა, მე რა ერქვა? უბრუნეს. რადიუმი რატო დააქვს გამოსხივება? ცოტა. 1911-ში და ხო. მაგ დროს რა ერქვა კომუნისტების დროს რაღაც სხვა ერქვა. ეტა რადიუმს პულში თუ უშვებოდნენ. აი რამდენი პური უნდა შეჭამა რომ კრიტიკული მასა მოგროვდეს შენში. რო ბუთკო მე. რომ მუცეზე ხელი რომ მოგარწყავ ბუთკო. სოფორო მოვიდეს. ეს იყო დღესაც ეს ახალი ამბები, ახალი რა ამბები, რომლებიც ამ დღეს მოხდა, ან დაიბადნენ ადამიანები. ეხლა გადავდივართ სტუმრის ნაწილზე. აბა მიდი. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე. გამარჯობა. მოგისალმებით. როგორ ახლა? კარგად, მადლობა. ვისვენებ. ჩამოსული ხარ და რამდენი ხანი გაქვს ეხა დასვენება? იქ კაი დიდი დასვენებაა. ხო? ვიცი, ანუ ორი თვე დასვენება აქვს. მარტო ამ სპორტში ესე თუ ყველა სპორტში? აი, იცი რა არის, ანუ MLS-ში, ამერიკაში ეგრე არის, რა ცოტა დიდხნიანი დასვენება არის, თავდება საახლოდ, მათთან მე ცოტა ადრე მომიჩა პლეი-ოფში ვერ გავედით. და ანუ მაიგრე მომიწია რომ ორი თვე და რა კარგია. ხო, მაგას დაამატე რომ გავარდნაც არ არის. ხო, ხო. ხო, ვერ ვარ. ხო, ან რა მაინტერესებს მარტო ჩვეულებრივ თუ ამერიკულ ფეხბურთში ეგრეა? ამერიკულ ფეხბურთში ეგრეა, NBA-შიც ეგრეა. ანუ დიდხანს ისე იციან და ფასი რა, დასვენების. ხო, იცი რა არის, იმიტომ რომ მე პატრონები ყავთ ამ გუნდებს, ხო და ანუ არ ვღირთ რა ეს გავარდნა, გამოვარდნა, აი იმდენი ფინანსები იხარჯება, რომ ნუ ეგრეა რა, ნუ არ ვარდები რა. ნუ ეხლა მე პატრონის არ სადარო ღირს გავარდა სხვების ვარიან. და რა მაინტერესებს ყველა სპორტში ამხელა, ანუ ორი თვე არის, როცა ამერიკაში დადიხარ და სპორტის არხზე ვერ გადაგიხარ. ანუ ყველა სპორტში, კალათბურთშიც, ამერიკულ ფეხბურთშიც არის ძალიან ჩვენ გვაქვს ორი თვიანი, თორე NBA-ში არის 6 თვიანი დასვენება თურს. რასა? კი. კი, ოქტომბერში იწყებენ და დიდი ნაწილი ამთავრებს მაისს დასაწყისში. რაღაც პონჩი მეორე სამსახურში შეიძლება. მარტიდან სექტემბრამდე. კი, შეიძლება, მაგრამ ის არის ძალიან დატვირთული აქეთ. 82 მაგრამ ეხლა რა გაიჭირვებ კაცო. აი მეც ეგრე მგონია რომ მეგონი გაიჭირვება. ხო, დიდი დასვენება ჯობია, აშკარად ვიდრე სულ რამდენი წელი ახლა ამერიკაში ხარ? სამ. სულ ატლანტაში ხარ? ხო, ატლანტაში. სულ ატლანტაში. რა ხდება, როგორ არის ატლანტა? ატლანტა, თვითონ ატლანტა გარგასა. ხოლოს დავტოვე. იცი რა მაინტერესებს? სხვა სპორტებს უყურებ ისე აქტიურად? ბეისბოლის საშინელება. აი ვერ ვიტან. არა, ვერ იტან ერთიანად. გაიგე? არა, ანუ ესე როგორ არ გავიგე რაღაცები. რაღაცა უმაღლესი მათემატიკას ავიდა. ჯოხი რო გიჭირავს და ბურთსა და სტადიონზე უყურებ 4 საათი, შეიძლება 4 საათი შეიძლება 5-იც გაგზელდეს და ანუ ეგ შენია რაღაც 20 წუთი. ანუ აი რა, ანუ ხო ხდები. ამერიკულ ფეხბურთსაც ეგრეა, ჩაგეც იქაც დიდი ხანი. ამერიკულიც მაგაში უჭირთ, მაგრამ ნუ იმასა შედარებით, ბეისბოლთან შედარებით უყურებ მაინც რა. ანუ ეგ რაღაც ექსპერტი რომ უნდა დააგროვო და მე გადახვევით. მაგრამ ანუ იმდენი ხალხი არის. ჰაილაიტები მიდის რა, ამ ბეისბოლზე და სულ მიდიან აი ეს ოჯახებით, ბავშვები მიყავთ და აი იქ მიდის ისეთი სმაჭამა და ისეთი გართობა რომ რა. ხო და ეგ ყოფილი შინაარსი გაგიგია. კი, აი არის ტრადიცია. აი მაგათ პარალელურად ვიღაცები ბურთსაც ისვრიან და თან გაარტყა და ის ჰომრანი გააკეთა ვაფშე მაგარით ანუ და მოედანს მაინც უყურებე? მაგრამ ეს ჰომრანი იშვიათია, ხო? დანარჩენი უინტერესოდ მიდის, ხო? ხო, რა მაგარი იქნებოდა ბოლო 20 წელია ჰომრანი ახო. არა, ჰომრანი არის თამაში საშუალო. YouTube-ზე რო ჩაწერე ჰომრანები საუკეთესოებს ნახავ რა და ეგ ნანახი გაქვს რა. აი ფილმები რაც არის და ის პოპულარული გახდა, ეგ ნაწილია რა, აი ვიღაცა ჭერს და. ბიჭო, თამაში არის ერთი ჰომრანიო. ისა ფეხბურთიც ხო 1-2 გოლი, ჰა და. ხო, მაგრამ ფეხბურთი ხო უფრო ტემპია რაღაცა იქ რაღაცა. ხო, იქ დადიანი რაღაცებია რაღაცები. მან რაღაცა შტატების მიხედვით არის ფეხბურთთან, აი დაუშვათ სოკერის რომელიც შტატებში უფრო პოპულარულია. ყველაზე მეტი და 45,000 ადამიანი დადის ჩვენს თამაშზე საშუალოდ.
ხო და არის რა გავიცე ჩtildeოეთში არც ისე ატლანტაში, პოპულარული. და დენვერში ეგეთი პოპულარული არ არის და აი იცი რა არის? ანუ საერთოდ ეხა მაგარი პოპულარული გახდა რა. მიხვდნენ მეგონი რომ კაია სოკერი. და იმასაც იძახიან რომ სოკერის აღარ უკვე ფუტბოლი და რა. მადას დაიწყებენ ახლა საჭმელიცია გაჭიმავენ იმიტომ რომ საათ ნახევარში ვერ ასნებ წვადი ვერ მოაც ხაჭაპური არ გამოწვა იქნება ყველა დარტყმის მერე 10 წუთიანი შესაძლებელი არა კონტეინერით წამოიღებენ რაღაცა ეს არის დაახლოებით ერთი 10 რესტორანი. მართლა? და მაინც ასწრებენ რა. ფასტ ფუდი იქნება ხო, ფასტ ფუდი რაღაცები. შენი კაბაბიც რო ჩემ სტადიონზე გაასწორებს არა? არის ადგილი ბევრი ადგილი კი არ უნდა. ეხლა რო ჩავა, გავიკითხავ, მივიკითხავ, გადაუყარასროთებ და ჩამიხარ აი სტადიონი. შეიძლება არ მომეწონოს. ამის ლოგო რომ მაკდონალდსმა არ დაჭრდილოს რა. ისე თან კაი სტადიონი Mercedes-Benz არენა არის და ძალიან მაგარი სტადიონი, გადახურული და რაღაცა. განჭვირვალე კედლები და როცა თამაშები არ არის თვითონ სტადიონზე რო შეცვალ გადახურული და თუ თბილა შეიძლება რა. მაგრამ მართლა იმდენი რესტორანი რო არ ვიცი. 10 რესტორანი ცოტა არა, ეს 10 ახლა ისე ვთქვა. ეხლა ეს უბრალოდ არ ანუ ვიცი. ბევრი რა მოკლედ რა ხო ანუ მოძრავი რესტორნებიც ხო არის და ხო, გარეთ რაღაცა ჰოთ-დოგს აკეთებს ვიღაცა. იმას მართლა ისურიან ჰოთ-დოგებს ესე რაღაც კინოებში რომ მინახია. კინოში მინახე ბევრჯერ აი თითქოს რაღაც კომედიურებში. ნუ ჩემთვის არ ესე გესურის ეს. არა ეს იძახის რა. აი. მაყურებელს რო აწვდიან. კომედიებში ისიც ხო, ვიღაცა რომ მოდის ჰოთ-დოგებით და ვიღაცა დაუძახებს იქიდან ხო და ბიჭო ვერ ისური წესი. ერის მოხდა გადაგიხადოს თან. ბიჭო ის ხო შეიძლება ბეისბოლისტია და ზუსტად ის. მაგრამ თანხა აკეთ ისურს. ჩამირიცხეს ეუბნები. კომედიებში ისიც არ ფეხსაცმელს რო ჭამს ჩარლი ჩაპლინი, მაგრამ ხო არ ჭამე. ხო მაგრამ კარგი იყო, ნახე რა კარგი იყო. ეს რა ქვია. კინოს ისტორია. სინემატოგრაფი. საბა არის ბოლო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების, ვინც ქუთაისში გოლი გაიტანა. აი ესეთი კუთხით არ გეცოდინე. ხო არა, მაშინ თუ იტყოდი მაგას. ბოლო ანუ ვეღარავინ გაიტაცყვლილი. ბოლოს ვითამაში, ის მე აღარც ვითამაშია ქუთაისში. ნაკრების ფეხბურთელს იდა. და აღარც ითამაშე? როგორ არ ვითამაშე? ანუ ჯერჯერობით ბოლო ეს. ამ ეტაპზე. შეიძლება შემდეგში რო ვითამაშოთ კიდე მე გავიტანო რა. ისევ შენი. ხო, ნუ ისე ისევ ბოლო ფეხბურთელი. ჯანელიც ეს ნიუსი ისევ აქტუალური იქნება. არ ვიცი რა შემატა. ამოხლინ თავს ეს. ქუთაისს რა შემატა ამ ნიუსს არ ვიცი, მაგრამ მაინც იყოს. არც ქუთაისს არ შემატა და არც. რატო ამ გოლი გაიტანა? ბოლო. სხვა რითი ერთობი. ამდენი დასვენება თუ გაკ რაღაცა მოფიქრებული გეკრა. აი რა დასვენებას როგორ ვეძახი ამას არ ვიცი, მაგრამ სუვარჯიშო რა. ხო. მაგრამ მიყვარს ეს სუვარჯიშია გავაკეთე. აი ჩემი დასვენება ეგ არის რა. ამას კი არასვენებს გამჭე. აი ხა როგორ გინდა არის ვარჯიშო, როცა ის არის მესი თამაშობს. აი მაგამდე მიდო და მისვლა. არა მარტო მესი. თან მაიამი არის იქვე არის. არა, დასვენებაც ხო ანუ მაგარია უცილებელია რომ დაისვენო რა. ანუ ეს ვარჯიშები მომიჩა, ანუ მართლა ჩემს უთხარი რომ მეთქი ორი კვირის მანძილზე რაღაც რო გავაკეთო ისეთი, ან მეჭყობი ან რაღაცა გააკეთე, რომ ანუ არ მივარჯიშ რა. და ნუ გავუწელი ორი კვირა, შევასრულე სიტყვა, არ მივარჯიშია, საერთოდ არაფერი არ გავაკეთე. და ნუ ეხა დავიწყე. 60 წელი არ. გაგმილი ვარ. ხო არ გაგიწყილე მაგალითი დახოს. ამან თავიდან პრობლემები გააჩნდა, რომ მე თუ გავიწყე ვარჯიში. მესის რამდენჯერ ეთამაშე? 5 ჯერ თუ ვწდები. და ორჯერ საუკეთესო გახდა საბა. 4 გოლი გავუტანე. ხო. 4 გავუტანე. თვითონაც გამიტანა, მე მგონი 4, ან 3. ვინ ეხა ვინ არის ლიდერი? მაიამი? კი, მაიამი მოიგო საერთოდ ჩემპიონატი. და რა რამე გითხრა მე თამაშის მერე? ვაი საერთოდ. არა, მივედი რომ მეთქი რა ქონდა სათქმელი და არა, ხო შეიძლება უთხრასო ჯიგარი ხარ. არა, რას ვაკეთებდი, იცი? ანუ აი, ხომ მესია რა და გინდა რომ რაღაცა დაელაპარაკო რაღაც და აი ხანდახან ისეთ უაზრო შუა თამაში რაღაც უაზრო რაღაცებს ვეუბნებოდი, რაღაც ჯარიმა დაინიშნა ჩვენს ხელზე მოხდა ბურთი და მესი უტყავდა ჯარიმას და მივედი და ნუ ხელზე მოხდა. მეთქი მე ლევ არ იყო მეთქი ხელი მეთქი რა და რაღაც მინდა და რაღაც ჩემთობა შეიძლება და გაიცინა რა როგორ უნდა იცი
იქ დაარტყი იმას ხიტკიო. აი ზუსტად ეს ზუსტად ესე რა მეთქი ლეო არ იყო მეთქი ხები მეთქი და გაეცინა რომ არა იყო. არა საბა იყო არ გითხრა. საბათი რა თქვა იქნება და ჩემი არ. ხო დიდი ხანი თუ გააგზავნებ მაგას ერთხელ შეერჩა და მოვა და გეტყვი საბა არ იყო ეგ. და გაგისწორე. და მერე დანარჩენებს გახედე რას მეუნება. ეს მომაკვეთე. ხო და ერთხელ ისეთი ჩამარტყა კი არა დამაბიჯა აი მაგრად. აი ძალიან და აი საერთოდ აი ფეხბურთშიო გაფიჩებენ ხა აი საშინელება ისე ტყივა და ანუ და რომ რავი კინო ყველაფერი ხა რა რაღაცა იჭყობა ამ საჭთან მიდიხარ დამაბიჯა რაღაცა ნახევარი იქნება და მად არ არის ხო და მესინ რომ დამაბიჯა შენც რომ უნდა დააბიჯოს რომ ხო და ბავშვობაში რო იყო. ხო და ამა რომ დამაბიჯა აი არც გაუბრაზ მოდი კიდე დამაბიჯა ეგრე ვიყავ ველაპარაკე. ერდილზირებს იქ ბუცები აი როგორ დამაბიჯა აი თან დაიყრდნო აი ხო დააწვა ძალი არ უქნია მაგრამ დააწვა რა რომ გაქცეული იყო და მე დავრჩი ესე დაბიჯები გაწიწიათ ერთ პლანზე ხო კი რამოდენიმეჯერ მომიწია რა ესე რა ქვია იმაში ბრძოლაში ქალაქში ცხოვრობ თუ ქალაქგარეთ? ქალაქში ქალაქარით აი რაღაც ეგრე რა ანუ აი სულ ცენტრში არ ვცხოვრობ ატლანტა ცოტა ისეთი უბანია რომ სულ მანქანით მოძრაობს ყველა რა რაღაც ხო ფეხით ბევრი კი მანქანით მოძრაობ მაგრამ ანუ აი ცენტრში არ ვცხოვრობ რა რაღაც ცოტა აქეთ რა გლდანი ვარკეთილი ნუ სანზონა კადი რო არის მოსკოვში არ შევადაროთ ეს ჩვენსული ქუჩა სხვა რამით ხარ და რამით ერთობი ან რაღაცა როცა რა ხდება ხო როცა არ ვარჯიშობ სადმე მიდიხარ რესტორანში რაღაც გასაგებია მაგრამ რა თევზაო კიდე სპორტში მივდივარ პადელს თამაშობ ხოლმე პადელს ხო ტენის თამაშობ მე და ჩემი ცოლის ხო ეს ყავს რა ქვია წვრილი ყავს არასვენებს გამჩნევი ორეჯებს მესამეჯერ პადელიც იყო როცა არ ვარჯიშობ ტენისს თამაშობ რასაკეთებ წამოწექი ისა რაღაცა არა ჩემს ცოლს უნდა და ძალიან ესწავლა და ანუ მეც დავიწყე მეც მაინტერესებდა ხა რა არა კარგია ჩოგბურთი ხო და აი ძალიან კარგი ძალიან და ის მტრენთან ვაფშე ანუ აქეთ რო გიგდო სპორტს მაგრა ასწავლებს რა და კაია ამ პადელით რო იღლები კი ვიცი ჩოგბურთი ხო და ნენევა დავიწყე კარგია და მე ჩემი შვილი მოსკენი ავიყოლი ან უფრო იმან ამიყოლია ისე უყარს და ჩვენც დავიწყეთ თამაშობთ ხოლმე და ტენისი ხო აუ ძალიან კაი სპორტია აი ძალიან ცოტა ისეთი სპორტი რომ ნაკლებად სარბენი რომ ნარდი დარტსი რომ აი სკაპ ისა სამკარტა ბურა იაპონური ჯოკერი იქ არავინ არ იცის სამკარტა ასწავლე მე და ონლაინი თამაში უამრავი პლატფორმა აი თუ რაღაცებს მასა იცი რა მაინტერესებს UFC-ზე დადიხარ აუ ესე ვადევნებ თვალს მაგრამ ანუ ამდენჯერაც ახლა ქართველს მქონდა ჭუბი ანუ ხან თამაში მქონდა ხან ის მქონდა და ხო და თან შორს არის რა ეხლა იმანიდან ვეგასში გაფრენა არის აუ ვეგასში არის 4 საათი ხო მან თან მეორე ბოლოში მიდიხარ ხო წარმოიდგინე 4 საათი მინდა მე სამტრედიამდე მანქანას არა როცა ვარჯიში გაკეთებ ანუ ეს ხო ის არის ამერიკა არ ჯორჯია ხო აღმოსავლეთია თან სამხრეთი თან ქვემოთ არის და ის ხო იქით არის აი იქით რომ აქ თამაში ლოს-ანჯელესი და 5 საათი მიფრინო. ხო და რაღაცა დიდი ხნით ადრე მიდიხარ თუ უცად ერთი დღით ადრე მიფრინო. და ანუ საათის არწყილშიც განსხვავება არის 3 საათი. ხო. და ანუ არა 2 დღით ადრე მიფრინოთ რა რომ ჩავიდეთ ერთი დღე დავისვენოთ რაღაცა და მე მეორე. ის არ გქონია რომ აი რაღაცა აგეჭრა ისა. დრო აგეჭრა აი ამ სასაათის არწყილების გამო და უშუალოდ გადიხარ მოიდანს და გეზინება. იცი როგორ რაღაცას მეკითხები აი ნაკრებში რომ ჩამოდიორს ან ხო იქიდან ძალიან რთული იქნება. ხო იქიდან ეგ არის იმიტომ რამდენი იქიდან ჩამოდიორ ხო და ღამე არ მეცი. აი ეხა მე ვიტყვი რა ანუ აი ნაკრებში ჩამოდიოდი ანუ იმდენად რაღაცა ფოკუსირებული ხარ აი ვარჯიშები რაღაცა იქ ვიძინებდი რა ქვია ცოტა ადრე რო რაღაცა საქართველოს დროზე წამოსულიყავი რაღაცა იქ თვითონავში ვიძინებდი და რაღაცა ანუ მეორე დღეს ვარჯიშობდი ნუ რაღაცა იყო ეხა განსხვავება მაგრამ ანუ კარგად
ეხლა წამოვედი აი ესე როგორც ორი კვირა დასვენებული და მე ანუ აქამდე მეგონა რომ მეთქი მაგრა უიტან რა ჯეტლეგი ვაფშე არ და ეხლა აი ძალიან რელაქსით რომ წამოვედი რომ დამარტყა ანუ კვირა ვერ მოდიხარ მართლა აი ერთი კვირა მართლა ისე ვიყავი რომ მეთქი აუ ის რა ხო და აი ერთხელ წავედით ისე წამოდით რომ ითამაშოთ მომზადებული წამოდით და ხო სხვა სიტუაცია აქედან რომ ჩადიხარ ეგრე არ არის რატომ ხარ აქედან წასვლა ჯობია ხო აქედან ადვილად იქ აქედან წასვლა ჯობია კი კი ყველა მაგას ჯობია იმდენად მეკესმის ჯობია იმდენად ჯობია რომ მექსიკიდანაც გიიღებს თქვენ თვითმფრინავი გყავთ გუნდს თქვენ ხაბუთო მაგარი წამოწეხარ აი რომ საგარეო თამაში რო გვაქვს ან ტარება რო ისაა შეძდა ვაპარკინგებ და ეგრევე შევდივარ დამსი პილოტი ერთი ახლა თუ იცვლება რაუ არ შევდივარ ამ პილოტი არა რა ხო არ მოგესალმებათ დაიცვანი კაცო კაცი გადაყოლილია აი თქვენგანის არ არის მოგესალმებათ ეკიპაჟის მე მეთაური სამი მეშვიდე ნომერია ჩემი სამი სიტი მაგ და ეს არის ჩემი ამ საბსიდზე შენ ხარ თუგინა წამოწვევით თუგინა ისინი აკეცაა და მიწვა ხო ანუ აბა რაჯი გაქვს ერთს ვიღებ ხო და ანუ თავ იმას ვაკეთებ რა ქვია თავის ბალიშის აიპადი და ანუ ჩვეულებრივ თვითმფრინავს ქირავ ჩარტერა თუ თქვენ თვითმფრინავს გარედან რა აწერია არა MLS თვითონ ჩემპიონატს აქვს თვითონ ქირავები და ყველა სკვადზე ყველა გუნდს აწევს რა ის ზუსტად ატლანტა იუნაიტედს ეგრე არა აქვს მაგრამ ეგეთი გეყოლებათ ავტობუსი კალათბურთის გუნდებს ყველა ავტობუსი არასდროს არ მივდივართ აი რა ქვია იმიტომ სუ მიფრინოთ საბა სტადიონზე როგორ იქვია რამე ახლო არ არის რაღაცა ალაბამას არ ეთამაშები ხო და არა რომც ვეთამაშოთ ეგ პროტოკოლია რომ უნდა გავფრინდეთ მაინც უნდა გაფრინდეთ ვა ზუსტია და ატლანტის და იქიდან ნიშვილი არის რაღაცა 45 წუთში თუ რაღაცა რომ მიფრინოთ 40 წუთში რაღაცა ეგრე და 2 საათში არის ავტობუსი ის არ არის თქვენი მანქანებით მოდით 4-ზე აქ იყავით ეგრე მივდივართ აეროპორტში აეროპორტში ხო და შევდივართ არა მაგრამ სტადიონზე როცა ეგეთი თვითმფრინავით მიფრინავთ ცალკე შესასვლელია თუ ჩვეულებრივად ყველა არა ცალკე მაგას ვიძახი აი აქ რო გავაჩერო და 20 მეტრში რო შევიდე ეგრე აჩერებთ ვიდა ბა მაშინ თვითმფრინავით ჯობია რა მან მთელი დროია იმაში ტყვება გაქვთ თვითმფრინავში კი კაი თუ ის დებილობა რა ბულკი და კარაკი და წავისო არა და ის ბულკი რო იქნება და როგორ ეგ მასუსნე და სუმაგრამ იყოს აი ძალიან მეც ბოლოდე ცელოფნის გარდა არის ეს არაფერს არ ტოვე ცელოფანი და ის ფოლგის გარდა დაჟე მეუბნები რომ ერთი პური და კარაკი და პური მაგრა ასწორებს თვითონ კი და მარილსაც ხო აგებო მეც ვაყრე მარილს კი მარილიც მედანია ბიჭო რა მიგესებს ისიც დადის რაღაცა სუნამოებს რო ხითი ხო კატალოგს რო გაძლევ $20 და სუნამოებს და ალკოჰოლურ სასმელებს რო ხითია და იაფიან საათებს და ეხლა ვაფშე ის რა ქვია თვითონში ის აგვიგწევს ყავის და მოწევა არ ვიცი მე იმას დიეტოლოგს უთხარ მეთქი რატო თვითონში აგვიგზავნეს რა გარეთ ხო ვერ გავხვალდა მეთანე ხო და არა რომ მიფრინოთ ანუ სულ ყვესავდი რა ყავს რა ანუ შეიძლება რა წნევაზე რაღაც ეგრე მითხრა და შენ იყავით რომ მიხვიდე გადაგაქცევიებე აი ყვეს ეხა ის მაინტერესებს იქ გუნდში აი როგორც აქ ბაზაზე ცხოვრობ თუ დილას მიდიხარ საღამოს მოდიხარ დილას მიდიხარ ვარჯიშზე სამსახურებით თუ ბრეიქფასტი საუზმე მე ვარჯიში და მე მოდიხარ ლანჩი და მე მოდიხარ სახში ორამდე სამამდე და თორე იყოს ვახშამსაც შეატანინებდა რა ან როიანობამდე უმოჩნაო ჯარიმები მაგ დასამს ყვება რო ჯამბირდა აი გუნჩი ისეთი კაი ძალიან მაგარი შეფი ყავს აი ძალიან და აი ისეთ მაგარ რაღაცებს აკეთებს რომ როცა ქართულები ჯერ არ იცის არა სწავლე თუ შენ არ გიყვარს კეთება მე ხო აი კეთება დიდად არა ბიჭო იქ ისეთი მენიუ ექნება იმას რაღაც ნუტრიცია არა არა ეგ ნახშიცები და სიცი აი დაუშვათ გუნდელებს ხაჭაპური რაღაცები არ გაასინჯე ხაჭაპური გავასინჯე კი და აი ყველას ამოიწონა აი ყველას ფენოვანი თუ ისე არა ის რა ქვია და სადიშოვი ატლანტაში დედაჩემს გავაკეთებინე ატლანტაში მე კი კაცო არის არა ქართული რესტორანი არ არის ქართული რესტორანი არ არის სამწუხაროდ რატომ მოხდა
სტადიონი ხო ახლა მეორე ატლანტაში ქალაქში და ასი რესტორანი გვაქვს სტადიონზე და ერთი ქართული არა 10 გულისხმობ ბევრი. ხო. 15. ერთხელ გითხარი, ორჯერ გითხარი 15. არის რომელიმე შტატებისაც ფეხბურთი ვერ არ ყავთ გუნდი სადღაც ზემოთ? ალიასკიდან გუნდიდან აცხოვრობენ. სკაზე არ მალია თამაში. არ წასულობენ, ესე კი არ ყავთ. 50 შტატია და 30 გუნდია და 20 შტატია მინიმუმ ისე. არა, ხო არის რომ რაღაცა რაღაცა რამოდენიმე გუნდიც. ხო, მე მახსოვს რომ მე რო ვიყავი, იყო ესეთი დავიჭირე რა კანონზომი რომ სადაც ამერიკული ფეხბურთის კოლეჯებს და უნივერსიტეტებს რა სადაც ამერიკული ფეხბურთის ყავდათ იქ იყო ქალების სოკერი. ხო. და სადაც არ ყავდათ, ანუ რაღაც განაწილებული. ქალების სოკერი ვაფშე ძალიან განვითარებული. ხო, ყველაზე მაგარი გუნდი იყო სოფიაში. ხო, ძალიან პოპულარულია თან და იმაში FIFA-შიც ყველაზე მაგარი გუნდი არის ისა, ხო და საერთოდ ეს ფეხბურთი შევიდა პირველი ეგ წამოიწია რატომღაც რა არ ვიცი თქო მაგრამ რა ქალაქის გუნდებიც არ არის MLS-ში ქვედა ლიგაც არის მარგველაშვილი სადაც თამაში კი. უბრალოდ ერთი ის არის რომ ვერ გადმოდიხარ იქით. ხო ანუ ქვედა რა მე სხვა ლიგა ხო, სხვა ლიგა არის რა, ეს არ აქვს MLS. იმ ლიგიდან იქრო ჩემპიონატი გახდა ის ხარ და ხარ ანუ ჩემპიონი ესე თავარი ლიგა ეს მეორე, მაგრამ ანუ ესე ვერ გადმოდიხარ. ვერც ფეხბურთელი ვერ გადმოვა ფეხბურთელი კი გუნდი ვერ გადმოვა აუცნაურია ბიჭო. ანუ ვიღაც გუნდი თუ არის მეორე ლიგაში არის და არის იმ ლიგაში თუ და მეორე არ ქვია ამიტომ იმას ქვია რა სხვა აი და სხვადასხვა ასოციაცია ვიღაც ალტერნატიული და გააკეთეს ორი და ეჯობია თუ როგორც ბოქსზე რო არის ხო ედლასო რო არის სერიალი და მახსოვს მანდარი ამერიკელი მსმენელი ინიშნება ინგლისში და რო გავარდება უკვირს ჩვენ მე ვარ ვიცოდი თუ გავარდა იყო თორე უკეთო თამაში ხო, მაგრამ ამერიკაში შეიძლება რომ აი ესე წავიდეს საქმე რომ იმ ლიგაში უფრო პრესტიჟული გახდეს თამაში. გუნდები იყოს და უფრო მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ალბათ არა იმიტომ რომ ფულზეა ყველა ჯერ ერთი ხო, აი თქვათ. უფრო მაგარი მესი თამაშობს აქ აი უნდა ხო და აი იქ მე რომ მივიდო, ან ვიღაცამ ბილ გეიტსმა რო იყიდოს გუნდი და მესიც იყიდოს. შეიძლება? მესი რო იყიდოს, მესი შეერთებულში იყიდის, მაგრამ სხვები ხო ისე დარჩებიან. ბიჭო, სადაც მესი ვიყიდე ხურდათ იმათაც დავაკიდე. აი არაბეთში ხო დაიწყეს ახლა რომ რაღაც ლიგა და გადაყავთ ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი და ცდილობენ რომ იქაც არა არის ეგრე ატლანტას მაგალითად 100 მილიონი აქვს გადახდილი იმაში რომ გუნდი ყავდეს იმ ლიგაში საწევრო არის მაღალი იქ დაბალი ამან იმას ვერ ეყოლება ანუ ის გააკეთეს სპეციალურად მაგისტვის რა მეორე ესეთი ნაკლები იაფი ანუ შეიძლება და ამათ პრეზიდენტს იმდენი ფული აქვს რომ 100 მილიონი ხო გადაიხადა ვინ არის პრეზიდენტი ვინც არის და მასა მაგარი კაცია. არტურ ბლანკი ქვია. ის ამერიკული ფეხბურთის ფალკონებიც მაგისია და იქაც 100 მილიონი ხო არის ჩემ მეზობელია. ხო არც ის. ეგეც იმ გარეუბანში ცხოვრობ? აი თბილისური კონში მეზობელია რა. ერთ უბანში ვართ. უბნელი რა. უბნელი რა ესე. და უბანში კაი ბიჭის სახელი და რა ბიჭის სახელია მარც. აი თემებს რო აგვარებს ეგეთი სახელია. კარგია ამერიკაში თამაში, შენ ხო ევროპაში თამაშია. ნუ დაცვენებაზე მივხვდით რომ ჯობია, მაგრამ შეულებითი ჯობია, კი. როარ ვარდები, მაგითაც. მაგრამ ანუ აი სერიოზულად რო თქვა, ანუ მართლა ძალიან გამიწერდა რა. ხო, მეც ვატყობ სანამ რო ჩავედი. ამ 3 წელიწადში. ხო, ამ 3 წელიწადში, ანუ აი ძალიან გამიწერებულია რა. და ანუ ეს ნუ ეხა მესიც რო ჩამოვიდა და ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიდა. ეხა მსოფლიო ჩემპიონატს ატარებენ. ნუ ეგრე იზრდება საერთოდ. ხო, ეგ ხო რაღაცა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, მახსოვს რომ რაღაც გეგმა დადეს რომ წინაზე ხო არა, ადრე დადეს 94-ში თუ რაღაც ხო, ეგ მაჩად. ესე თუ გააგრძელეს, უკვე წამოიწევა. ძალიან. საქართველოს რა მეიციან? შენ იცოდნენ შენ მაგალითმა? საერთოდ ხო, ეხლა ყველაფერი იციან, აქ რო დააჭირო ყველაფერს გეტყვი. მაგრამ და რაღაცა ხოხობამდე ხოხობამდე ვერ მივედი ხოხობამდე ვერ მივედი ის იცია რომ თბილისი ურთიერთობა იყო არის რომ თბილისის ორ ნაწილად ან ძალიან მაგარი საჭმელი რო გვაქვს ძალიან მაგარი ადგილები რო გვაქვს და ფეხბურთში მაგრები ვარ და სპორტში მაგრები ვარ და UFC ჩვენია ყველაფერი იციან მოკლედ რა.
ხოხობის გარდა ეგ დარჩა რა და ეხლა დაამატებენ წილს რა. აი იანვარში რო ჩავა ხობზე დავიწყებ მუშაობას რა. ქართული და იქ ერთ გუნდში რო ხარ, ანუ ესე გადასვლა გადმოსვლა, ანუ ევროპაში და ხო, მანდაც ეგრე ხშირია თუ? არა, კი, ჩავლებდეთ როგორც ევროპაში, ისე შეგიძლია. იქაც სატრანსპორტო რაღაცა ხო, არა, რამე სხვანაირ ხო არა, რა ვიცი, დასვენება სხვანაირად არის, სხვანაირად. ვარდები. NBA დრაფტი ხო არ არის? ხო, ხო, რა. დრაფტი არის. არის? ანუ კოლეჯებში თამაშობენ ფეხბურთს და როგორც NBA-შია 60 ფეხბურთელი აყოთ ახალგაზრდები. და შეუძლიათ კიდე მედამატრეიდო. უცბად მითხრან რომ გაგცვალეთ კოლორადოში. და იქ შეიძლება რომ ესე მოხდეს? ისე რომ შენ არ გკითხო? თუ უნდა ჩაალაგო და კოლორადოში კოლორადო დავწყე. წავედით ოჯახი, წავედით კოლორადოში. საერთოდ ჩალაგეთ კოლორადოში ცივა. თბილები ჩადეთ კოლორადოში მივიდა. კოლორადო ეხ გამოვი და კოლორადოში. თუ შეიძლება აი ორი შეგულება გაქვს ამ დროს სხვა ქვეყანაში რო ითამაშო. არა, ეგ იმაზეა რა. თუ გაკანათხოვლეს და მოლაპარაკებაზე. თუმცა კოლორადოზე რა? არის ეგეთი რაღაცეები. ამერიკიდან ვიღაცები დათამაშები კოლორადოში ცივა და თუ რა ზე? აუ მაღლარი და ძლივს უნდქავჯე. ეგეთი დაემართა იმას. და მთური. ლოკაუტი გამოცხადდა რა, გაფიცვა რო იყო NBA-ში, ფაჩულია წამოვიდა ცოტა ხანი თურქეთში თამაშა. არა, ფეხბურთშიც არის ვიღაცები მოდიან. ბექემი და ის წამოსულია. იბრაჰიმოვიჩი. გადავმავა და მეც კი უთხარი ჩემ გუნდს რომ კი წავამეთ კი ანუ ვიჯარ განათხოვები ჩემ ეწვა ხა ევროპაში და მონა და შენ ხო ან გაისვენა ამის წამოწექიო. აი წავიდა და პადელი ითამაშა. არა ხო ოკეი ესე გავიქეცი ოხ ბიჭო MLS-ი რა საინტერესო არის. ხო და ვაფშე საინტერესო ჩვენ ჩარშან ვიყავით ნიუ-იორკში და რაღაცაც გვიღებდით და მე ვფიქრობდით რომ ჩამოსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ხო ნახოთ წელს ტრანსპორტი არისო. ხო და აი ისე ისე ჩამოდით რომ აი კაი თამაში თუ დაემთხოთ ჩემი მაგარი ჩვენ რო ჩამოვდივართ, საერთოდ არ არის ჩემპიონატი მაგ დროს დაწყება. როდეში მარტში ვაპირებთ. მარტში არის რომელ მარტში წრე. სრულ ინფორმაციებს. თებერვლის ბოლოს ვიწყებთ ჯანი, რატო გვაცხორებ ციცრუეში? დაწყებული კი არის. წინაზე საქმე მოგვათხვა. გახურებული არ არის. ზმნა შეცვალა. წინაზეც ხო მარტში იყავ მე მახსოვს და იყო ხო და იყო რაღაც თამაში მაიამის ამ მქონდა თამაში ახსოვს. ეხა თუ დაემთხვა ნიუ-იორკ კოსმოსი და არა, სადღაც აღარ არის? რედბული და ხო. მაგრამ შეიძლება რომ აქეთ იყოს საერთოდ. ნიუ-იორკ რედბული თუ იქნა და თქვენი თამაში. აი ესე კი არა ბილეთებზე დაგირეკავ. ახლო რაც არის ფილადელფიას ყავს გუნდი. კი ბილეთებზე ფილადელფია დაგირეკავ. უნდა უთხრა ბილეთებზე არ დამარ. არ და ხო, მართალი. არის ის რა ფორმა არის ის ეს ახლობლური ფორმა. უბრალოდ ხაზგასმულია რა უნდა გააკეთოს. ხო. ჩვენი სპონსორისგან საჩუქარი. აუცილებელი ნაწილი. და თუ არის საჩუქრების ისა დირექტორი. აი ეს არის ნიკოლა ხორცის პროდუქტების ისა. ამას ატლანტაში სუფეხით მოგვია რომ ესადო ერიშოვი. ეს წაუღე გუნდელებს. ოკეი ამას აუგუნდებს ხო. აი რამდენი ხაჭაპურის გარდა ეს ეხა ამას სხვებს რო ვაძლევ ვეუბნები რომ რო კომაგობს ხო. მაშინ მირთვითქო და შენ ეხა ეს სტადიონზე რაკენი იცი ეს რაკე ფეხს რო დაგაბიჯებს მესის გადაეცა. ეს ის მე ამას წავიღებ გუნდში იქ როგდა შევს მივცემ და გააკეთებს გააკეთოს. არ მირები. დამა შეფი შენც გააკეთე. ჩააგდებ და 5 წუთში ამოიქცა. ძალიან მარტივია. ზოგიერთი უმათაც იჭმება. ხო, არა, არ იჭმება, მაგრამ უჭამიათ ადამიანს. რომელი არა, ეს მაგალითად კრაკოვული შეგიძლიათ თვითმფრინავში ჭამო. აჰა ოკეი გავსები და აი ეს კარაკი რო წაუსვი. ხო, კარაქიანი პულიკი გაგდა და აყოლე ეს. კაი, გადავდებთ. ეს კაცი ქრისტუმრე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან და წარმატებებს გისურვებ. ჯერ არ მოიცა ეს დასვენებას გისურვებ. ხო. გილოცა ახალ წელს მრავალს და ეს არის წარმატებები და დავემთხვიეთ გეოგრაფიულად და თამაშით. იმედია რომ გიხილავთ უკვე მოედანზე და იმ ჩემპიონატზე რა თორე ისე ნაკრების თამაშებზე ხო. აი და მესის რო შეხვდები. რაღაცას დაგაბარეთ. ეხლა უნდა ამოიღო ის რო გადასცე რა. კონვერტი. ეხლა ნახე ეხლა ნახე ეს ცალმხრივი კი არ არის ეს შეხვედრის სურვილი.
ჩვენ რო იქ ვიქნებით იმ დღეებში თამაში თუ არ გექნა, ჰა. ჩამოირბინე ქნახე. სამდიდრად ნიუ-იორკში. თუ სადღაც შორია ნიუ-იორკი ძალიან მიყვარს. მით უმეტეს ჩამოხვალ, შეგხვდებით, გნახავთ, რაღაცა ერთად ჩავატარებთ. რამდენი კილომეტრად იხართ ნიუ-იორკში? სულ არ ვიცი, რო გავდივარ სულ დავდივართ. იქ ხო აი. სანამ წაქცევამდე რა. ხო, აი მართლა. იქ ერთად თავია დაიმახსოვრ, რომ აი სანამ წაიქცევი, რომელი მატარებელი გაწყობს. ხო, თორე ეს რო დაიკარგა იქ მეტროში და ვერ ამოდიოდა. მართლა ანუ ერთადერთი ქალაქი არ უნდა. ხო, სადაც არ უნდა გაჩერდე. კარგი ფერსაცველი უნდა გეცოს, რომ უბრალოდ დია. აი, რბილი. ხო. ეს გაჩერდები, როგორ არა, გაჩერდები? ვერ გაჩერდები. მე გავჩერდი და მე ფეხები რო ჩამოუწია უკვე სხვა. დიდი მადლობა, ეს იყო დღევანდელი ჩვენი, ამ დავამთავრებთ, ხო? ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.